თოვლისა და ყინვის გამო ჭიათურის მუნიციპალიტეტში სატრანსპორტო მიმოსვლის შეფერხების საშიშროებაა. ცენტრალური საავტომობილო გზის გაწმენდას გომბის საჩხერე ჭიათურა ზესტაფონის მონაკვეთზე შეპესე ჭიათურის საგზაო სამსახური 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს. რაც შეეხება შიდა მუნიციპალურ გზებს, სამუშაოებს დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრი ასრულებს. მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება ცენტრალურ გზებზეა გადატანილი და ხშირ შემთხვევაში ქალაქის გარეუბნებისა და მაღალმთიანი სოფლებისკენ მიმავალი გზების გაწმენდა გვიანდება. ჭიათურაში თოვლის საფარი ქალაქის ტერიტორიაზე 10 სანტიმეტრს არ აღემატება. უპირველესი პრიორიტეტია რესპუბლიკური გზა ქვია მას გომის საჩხერე ჭიათურა ზესტაფონი. და ეს გზა მთლიანად გაშავებული გვაქვს. გაშავებული ნიშნავს იმას, რომ ასფალტი ჩანს და მოძრაობა თავისუფალია. ხოლო დანარჩენი ადგილობრივი გზებია ჭიათურას სახელმწიფოური და გეზრულის გზა, აქაც მუშაობთ, აი ამ წუთშიდაც მიმდინარეობს მუშაობა გეზრულის გზაზე. უსახელოს გზა გაკეთებული გვაქვს. ამ წუთისათვის ჩვენ სადღეღამისო 24 საათიანი რეჟიმით მუშაობთ. ყველაზე დიდი დაბრკოლება და ყველაზე დიდი სირთულეები არის საჩხერე ჭიათურის მონაკვეთზე ამნაირი ნალექიანი ამიდის დროს ძალიან დიდი ქვის ცვენებია. ეს არა მარტო მოძრაობის უსაფრთხოებას, თვით ადამიანების სიცოცხლესაც კი ემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გასულ წელს ძალიან დიდი პრევენციული ღონისძიებები ჩავატარეთ ქვათა ცვენასთან დაკავშირებით. ჩვენი არსებული ტექნიკით ვახდენთ გაწმენდას როგორც სოფლებში, ისე ქალაქში. რაც შეეხება დამატებით ტექნიკას, მოლოდინის რეჟიმში ვარ და რა ვიცი, მე მგონი მალე შემოგვივა ერთი ერთეული გრეიდერი, რომელიც რა თქმა უნდა გასილებით უფრო გაამარტივებს მთელი რაიონისთვის ამ გაწმენდით სამუშაოებს. დილას 8 საათზე ჩამოვედი. ხო და მოყინული იყო ჭიათურას საჩხერის გზა. მაგრამ მე აქედან მეორე რეისზე რო წევედი აქედან დაახლოებით 12 ნახევარზე. უკვე გზა გაწმენდილი იყო, მარილიც მოყრილი იყო და გათავისუფალი გზა იყო, კარგი გზა იყო. ეს ცენტრალურ ზოლში და ზოლ გაღმა ეს სოფელი ზებუბა. იქ უნდა მიხედვა ეს სოფელი.